ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანები იძახიან ხოლმე, რომელებიც სხვა ადამიანებს ადვილად ენდობიან, რომ არა რას ამბობთ, როგორ შეიძლება ჯადოს მართლა აკეთებენ ადამიანები ერთმანეთზე? მეგობრებო, ვისაც სახლში ყავთ შინაური ცხოველი, მაგალითად ძაღლიან კატა, მე კატა არ მყოლია არასოდეს და ძაღლის მაგალითზე გეტყვით. განსაკუთრებით ლეკობაში. ძაღლს რომ არ აჭამოთ საჭმელი, მაგალითად, ცოტა დაუგვიანოთ, ან არ გაუკეთოთ ის, რაც არ უნდა, შეიძლება რომ თქვენ საყვარელ ადგილზე დივანი იქნება ეს, მნიშვნელობა არ აქვს, შური იძიოს და იმ ადგილზე მოისაქმოს. ანუ წარმოიდგინეთ, ყველაზე კეთილ ცხოველს, ჩემთვის მაგალითად ძაღლი უსაყვარლესია, რაც კი თუ იმას არ გაუკეთებთ, რაც თვითონ უნდა, აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარ ხარ, მოგაყენებს, ესე ვთქვათ, მოგისაქმებს შენ საყვარელ ან დივანზე, ან სხვადასხვა ნივთებზე და, რა თქმა უნდა, ამით დაზარალდები, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და თუ უარეს შემთხვევაში, ესე დროს ძაღლები იკბინებიან. 100-ჯერ და 200-ჯერ სირთულეა ადამიანებში. ჩვენ არა ვართ ვალდებულები ადამიანებს დავეთანხმოთ რაიმე საკითხში. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანებს ჩვენ, ეს მნიშვნელობა არა, ქალი იქნება თუ მამაკაცი, არ ვეთანხმებით თავის სურვილებში, სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად მოქმედებენ. გააჩნია ადამიანებს, როგორები არიან, ზოგი მანიაკია, ზოგი ფსიქოპატია, ზოგი შეიძლება წყნარად მიიღოს, ზოგმა ეხლა მიიღოს წყნარად, მერე გადაგიხადოთ სამაგიერო. რისი თქმა მინდა ამისათვის? ადამიანი სანამ თავისას არ გაიტანს, არ მოისვენებს და ყველა ამას სხვადასხვა გზით აკეთებს. ზოგი ჯადოს, ზოგი უარეს, ზოგი ადამიანს თვითმკვლელობამდე მიიყვანს, ზოგი ფსიქოლოგიურად, ზოგი იძალადებს. ამიტომ რა გითხრათ, ძალიან არ არის გასაკვირი, რომ ადამიანმა ადამიანს ჯადო გაუკეთოს. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანი თავის სურვილს აყენებს პირველ ადგილზე.